ფასების შესამცირებლად შექმნილი სამთავრობო კომისია კონკრეტულ შედეგს აპრილამდე დადებს. მანამდე კი არაერთი შეხვედრა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შედგა შეხვედრა მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. მიზანი ბიზნესის თავისუფლების დაცვასთან ერთად სურსათის მაღალი ფასების პრობლემის მოგვარებაა. კომისიის მუშაობას აფასებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობა პროდუქტის ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და გამოსავალს ხელისუფლებისა და არსებული პოლიტიკის ცვლილებაში ხედავს. გიორგი გახარიას პარტიაში კი იმედოვნებენ, რომ მიმდინარე პროცესები მხოლოდ ბიზნესების გადანაწილების თემას არ მოემსახურება და სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები რეალურ შედეგს დადებენ. ამ პრობლემის გადაჭრას დავიწყებთ, იქამდე უნდა შევთანხმდეთ, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. და რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის მხოლოდ ოცნება, რომელიც არასწორი ეკონომიკური, არასამართლიანი პოლიტიკის გამო ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში ის ვითარება, რაც გვაქვს. რაც შეეხება ამ პრობლემის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, იმისათვის, რომ ოცნებას არ მისცეს საშუალება მხოლოდ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს ამ კომისიის მუშაობა. ჩვენი ძირითადი мотиваცია ამ კომისიაში ყოფნის არის ის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას არა მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ვადებით, არამედ გადაიჭრას მართლაც კომპლექსურად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმარება საპარლამენტო გუნდიც. საქართველოს პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე კვლავ გააგრძელებს მუშაობას. თუ გამოიკვეთება საჭიროებები, რომ მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელდეს შესაბამის სამართლებრივ ბაზაში კორექტირებების სახით, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთი ნაწილი, მნიშვნელოვანი საკითხი დარეგულირებული იქნეს და საზოგადოებამ თავის თავზე მათ შორის ამ კუთხითაც იგრძნოს ის ეკონომიკური წინსვლა, რომლის მთავარი საფუძველი მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს.